მოგესალმებით. მედია კავშირი ობიექტივი პირდაპირ ეთერში განაგრძობს მაუწყებლობას. გადაცემით ახალგაზრდულის სული. დღევანდელი გადაცემის წამყვანები მე მარიამ კაპანაძე და ჩემი თანაწამყვანი ესმა გუმბერძი გახლავართ. მაყურებელს გაგაცნობს ჩვენს ტელეფონის ნომერს 2388 105, ხოლო Skype ობიექტივი 2 ლათინური ასოებით. დაგვირეკეთ, გამოთქვით თქვენი მოსაზრება, ჩვენს სტუმარს გაესაუბრეთ და გამოხატეთ თქვენი შეხედულებები. ეხლა კი ჩვენს სტუმარს ესმე წარგიდგენთ. მოგესალმებით, რა თქმა უნდა, მოგიწოდებთ და გთხოვთ ყველას, რომ ჩაერთოთ აქტიურად ჩვენს გადაცემაში. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ცნობილ ქართველ პიანისტზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს, თამარ შალვაშვილზე. ის ბოსტონიდან Skype-ით ჩაგვერთვება. მოგესალმებით, თამარ, ძალიან დიდი მადლობა, რომ ასე ადრე ჩაგვერთეთ თქვენთან ახლა შტატებში ძალიან ადრეა დილით. და პირველ რიგში მინდა რომ გთხოვოთ რომ მოგვიყვეთ როგორ დაიწყო თქვენი მუსიკალური კარიერა, რომ გაეცნოთ ჩვენს მაყურებელს, როგორ გააკეთეთ ეს არჩევანი. პირველ რიგში მოგესალმებით და დიდი მადლობა თქვენ. დაიწყო პიანისტობა გადაწყვიტე ცოტა მოგვიანებით, ვიდრე საერთოდ იწყებს ხოლმე ნებისმიერი მოზარდი თუ ბავშვი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ძალიან დიდი ასე ვთქვათ, ეს პროფესია დიდ შრომას მოითხოვს და ძირითადად მაინც პატარა ასაკიდან იწყებენ ხოლმე ბავშვები დაკვრას, თუმცა მე ცოტა მოგვიანებით გადავწყვიტე ბავშვობაში უფრო სიმღერისკენ ვიყავი, ასე ვთქვათ, მიდრეკილი და ვაპირებდი მომღერლობას, თუმცა მე შეიცვალა ასე ვთქვათ, ჩემი დამოკიდებულება რატომღაც და გადავწყვიტე რომ გავხდარიყო პიანისტი დაახლოებით იმ ასაკში, როცა უკვე ფაქტიურად კონსერვატორიაში აბარებენ. პრინციპში ესე იგი უკვე სკოლის დამთავრების შემდეგ. სადაც თამარ, ცოტა უფრო მკვეთრად რო ვისაუბროთ, რომ თქვენი ხმა ცუდად ისმის და იქნებ ჩვენს პროდიუსერებს თხოვთ, იქნებ რაღაც სხარვეზი როგორღაც გამოვასწოროთ. მოდი, სანამ ტექნიკური ხარვეზია. ვიდეო გავუშვათ თუ შეიძლება, პირველი ვიდეო გავუშვათ, ბოდიშს ვიხდით თამარს.
თამარ, თქვენ სკოლა დაამთავრეთ და სწავლობდით საქართველოში, მაგრამ არა უსინათლოთა სკოლაში და ჩვეულებრივ სკოლაშიც იმ დროს ალბათ არც ისე ჩვეულებრივი ამბავი იყო. და მოგვიყევით და ჩვენს მაყურებლებსაც როგორი გამოცდილება იყო და რამდენად შესაძლებელი იყო იმ პირობებში განათლების მიღება თუნდაც სკოლაში და ზოგადად ინკლუზიურ განათლებაზე თქვენ რა პოზიცია გაქვთ? გესმით ჩემი ხმა? კი, ხო, მგონი ისმის. გამომდინარე იქიდან რომ ხაზალობის პრობლემა ცოტა მოგვიანებით დაიწყო, დავდიოდი შევედი რა თქმა უნდა როგორც ყველა ბავშვი ჩვეულებრივ სკოლაში 97 სკოლა დავამთავრე და ასევე ფაქტიურად კიდევ ერთი მიზეზი იმისა რომ ბოლომდე დავრჩი ამ სკოლაში და უშუალოდ არ გადავედი სკოლიდან იყო ის რომ პასტყუპის ცალი ძმა და ერთად სწავლობდით და აქედან გამომდინარე ცოტა გაჭირდა ეს მომენტი რომ მე უშუალოდ ძალკე სკოლაში გადასულიყავი თან გამომდინარე იქიდან რომ ფაქტიურად არ იდგა ეს პრობლემა რომ საბოლოო ჯამში დაუშვათ მოხდებოდა მხედველობის სრულად დაკარგვა აქედან გამომდინარე მაინც ვაგრძელებდი ამ სკოლაში სწავლას იყო რა თქმა უნდა პრობლემა ის რომ მჭირდებოდა დამხმარე ხო ხვდებით ალბათ რომ მაშინ მე არ ვიცოდი არც ბრაილით კითხვა არც მქონდა ამის გამოცდილება არც ოჯახს მშობლებს აქედან გამომდინარე მიწევდა რაღაცების კარნახით ასე ვთქვათ სწავლა თუმცა დიდად რთული არ იყო გამომდინარე იქიდან რომ მე რაღაც გადართული ვიყავი უფრო მუსიკალური კუთხით მაინც ვაპირებდი შემდეგ გაგრძელებას მუსიკალურში კონსერვატორიაში თუმცა უფრო ვაპირებდი სიმღერის განხრით მაგრამ მე შემეცვალა აზრი როგორც მოგახსენეთ და დაახლოებით 16 წლის ასაკში გადაწყვეტე ჩამებარებინა მუსიკალურ სასწავლებელში გამომდინარე იქიდან რომ მე არ მქონდა ასე ვთქვათ მუსიკალური განათლება 6 წლის ასაკიდან ისევ ამიტომ გადავწყვიტე მიმღებ მუსიკალური განათლება და შევედი მე 97 სკოლასთან მუსიკალურ 97 სკოლასთან არსებულ მუსიკალურ სკოლაში ცოტა მოგვიანებით მიზეზი იყო ის რომ უბრალოდ მიმეღო მუსიკალური განათლება როგორც მომღერალს რომ მქონოდა ჩემ თავს უკეთებდი ძირითადად აკომპანიმენტს და მინდოდა რომ ეს ყველაფერი პროფესიონალურ დონეზე ყოფილიყო ჩემი პირველი პედაგოგი გახდათ მაშინ მარინა თათინაშვილი და დაახლოებით 12-13 წლის ვიყავი რომ უკვე მითხრა ქალბატონმა მარინამ რომ იქნებ გააგრძელო გაქვს ამის მონაცემები და მაშინ ჯერ კიდევ შემიძლია ვთქვა რომ ცოტა ოცნების დონეზე იყო ეს იმიტომ რომ არ მქონდა მე არანაირი საფუძველი ამისი და მოგახსენებათ ძალიან დიდი შრომა და ასე ვთქვათ მეცადინეობა ჭირდება ამას და მე ამას არ ვუკეთებ. თქვენმა მასწავლებელმა შთაგაგონათ ასე ვთქვათ უფრო მუსიკალური კუთხით, საფორტეპიანო კუთხით. შემდეგ როგორ მოხდა თქვენ კონსერვატორიაში თქვენი ჩაბარება და უკვე როგორ განაგრძეთ კონსერვატორიაში სწავლა და შეერთებულ შტატებში თქვენს გადასვლაზეც თუ შეიძლება რომ მოგვიყვეთ როგორ მოხდა და რამ განაპირობა ეს რატომ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება? როგორც აღნიშნე, 16 წლის რომ გადაწყვეტილება სკოლაში ჩაბარება სამუსიკო სასწავლებელში და მაშინ უბრალოდ ჩავაბარე იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ რომ შეხება მქონოდა ფორტეპიანოსთან და არა დაუშვათ რაღაც წერვალები თუმცა მოხდა ისე რომ ბატონი გურამ ზვანელი რომელიც გახდათ ამ სასწავლებლის დირექტორი არჩეულებრივი პიროვნება და კომპოზიტორი მან როდესაც მომისმინა მითხრა რომ შენ აუცილებლად უნდა გაყვე ამ საქმეს აუცილებლად უნდა ჩააბარო კონსერვატორიაში ეს როგორც აღნიშნეთ ჩემი ოცნებასავით იყო მინდოდა ყოველთვის სიმართლე გითხრათ პიანისტობა თუმცა გამომდინარე იქიდან რომ არ მქონდა ამის საფუძველი რაღაცა ცოტა არ მჯეროდა რომ ეს შეიძლება მომხდარიყო თუმცა არ ვიცი ალბათ
შრომა, ნიჭმა, ადამიანების ხალხშეწყობა ყველაფერმა ერთად გააკეთა ის, რომ მე ფაქტიურად 5 წელიწადში შევძელი ის, რომ ჩავაბარე კონსერვატორიაში 20 წლის ასაკში და უკვე სწავლა გავაგრძელე ბატონ ედიშე რუსიშვილთან და იქ უკვე დაიწყო ფაქტიურად ჩემი როგორც პროფესიონალის აღზრდა. მე ვიტყოდი, იმიტომ რომ მოგახსენებათ კონსერვატორია უკვე სხვანაირად ზრდის სტუდენტებს, ბატონი ედიკო გახლავთ არაჩვეულებრივი პედაგოგი პიროვნება და ნუ არ ვიცი, შემიძლია ვილაპარაკო ბატონ ედიკოზე დაუსრულებლად, იმიტომ რომ ფაქტიურად მე რასაც დღეს ვაკეთებ და რაც როგორც პროფესიონალმა და როგორც მუსიკოსმა და თუნდაც როგორც პიროვნებამ ვისწავლე, მე ბატონმა ედიკომ მასწავლა ეს ყველაფერი და დღესაც ვსწავლობ მისგან, დღესაც, როდესაც მე მუშაობ გარკვეულ ნაწარმოებზე, მახსენდება მისი, ასე ვთქვათ, მითითებები, შენიშვნები და ასე შემდეგ. გამომდინარე აქედან მივიღე საკმაოდ კარგი განათლება ვიტყოდი კონსერვატორიაში დაამთავრე ბაკალავრი და მაგისტრატურა თბილისის კონსერვატორიაში გავიმეორებ ისევ და რა თქმა უნდა მომიწია ისევ ყველაფრის აბსოლუტურად და ასე ვთქვათ დახმარებით შესწავლა გულისხმობ იმას რომ არანაირი ლიტერატურა თქვენ იცით ალბათ სხვა თუ არა თქვენ მაინც იცით რომ მუსიკალური არანაირი ლიტერატურა ბრაილის შრიფტით არ არსებობს და დავამატებ იმასაც რომ ასე ვთქვათ ნოტის წაკითხვა საქართველოში არავინ არ იცის მე გულისხმობ შეიძლება იციან რაღაც ესე ცალკეული ძალიან ელემენტარული დორემი მაგრამ ის რომ საფორტეპიანო ნაწარმოები წაიკითხო მით უმეტეს ესეთი სირთულის როგორცაც დავუშვათ ჩვენ გავდივართ თუნდაც კონსერვატორიაში ფაქტიურად ეს შეუძლებელი იყო გამომდინარე აქედან მიწევდა ყველაფრის რა თქმა უნდა ზეპირად სწავლა არა მარტო ნაწარმოებების ყველა საგნის ეს ჩემმა ყოფილმა ლექტორებმა ყავდა არაჩვეულებრივი ლექტორები ძალიან კარგად იციან ყველაფერს ვაბერებდი აბსოლუტურად კარნახით სწავლობდი კარნახით თუმცა საკმაოდ კარგად ნაწარმოების აწყობა რამდენად არის შესაძლებელი მეტყვნა კლასიკური ნაწარმოების აწყობა რამდენად არის შესაძლებელი, ანუ როგორც სიმღერის მოსმენით. კიდევ ერთ შეკითხვას დაგუსვას თქვენს ნებართვით, ანუ წეგან ახსენეთ თქვენ, რომ ადამიანების ხელშეწყობაო. თქვენს ოჯახს თუ გქონია მსგავსი შემთხვევა აქამდე, ანუ მხედველობის პრობლემასთან დაკავშირებით, თუ იყო მათთვის ცნობილი ასეთი შემთხვევასთან, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ და როგორ დაგეხმარნენ ისინი ამ ყველაფრის მიღწევაში. ყველაზე დიდი წვლილი მათ მიუძღვით ალბათ, ხო ესეა? მოდი ჯერ განცემდეს პასუხს რომ კლასიკური მუსიკის აწყობა ეს ცოტა როგორ თქვა არაპროფესიონალისთან მიყვანს იმიტომ რომ კი შეიძლება რა თქმა უნდა თუ გაქვს აბსოლუტური სმენა დაუშვათ მოусმინო ვიღაცის ნელ და სპეციალურად შენთვის თუ ჩაწერს ვინმე ნელა დაკრულს რომ შემდეგ შენ გაიმეორე თუმცა მე ვფიქრობ რომ ეს არ იქნება სწორი იმიტომ რომ თუ ხარ მუსიკოსი და პროფესიონალი და თუ გინდა რომ რამეს მიაღწიო აუცილებლად ეს ყველაფერი უნდა იცოდე ნოტში რა წერია აბსოლუტურად ყველა დეტალი იმიტომ რომ სხვანაირად ესე რაღაცა ზეპირად ამ ყველაფრის თქმა არ ამგონია რომ იყოს შესაძლებელი ამიტომ მე ეს ყველაფერი ვიცოდი ვისწავლე მე ნოტის კითხვაც ვიცოდი ვიდრე მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების შემექმნებოდა გარკვეულწილად რა თქმა უნდა ასეთ დონეზე არა დაუშვათ როგორც უკვე პროფესიონალ ჩამოყალიბებულ პიანისტს სჭირდება მაგრამ ეს ყველაფერი რაღაცა საფუძველი მქონდა აქედან გამომდინარე შემდეგ უკვე მე ყველაფერი ვისწავლე ანუ solfeggio harmonia ეს ყველაფერი რაც საჭიროა პროფესიონალი მუსიკოსისთვის ეს ყველაფერი მე ვისწავლე და მე სწავლობდი და ვსწავლობ დღესაც მიუხედავად იმისა რომ ბრაილის შრიფტით მუსიკალური ნოტის წაკითხვა უკვე შემიძლია ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ თუ იქნება თქვენთვის საინტერესო თუმცა მე დღესაც ვსწავლობ ფაქტიურად კარნახის საშუალებით რაც გულისხმობს იმას რომ მე ნოტს მიკითხავენ ძირითადად ამაში დედა მეხმარება ის კითხულობს აბსოლუტურად ყველაფერს რაც წერია ფურცელზე და მე იმას ვიმახსოვრებ და გადამაქვს მეთქი არსებობს ბრაილის
შრიფტი, მაშინ რატომ გესაჭიროებათ კიდევ კარნახი ამ შემთხვევაში? რატომ ესაჭიროება და დავიწყოთ იქიდან, რომ ეს ყველაფერი მოხდა ძალიან გვიან. მე მუსიკალური, ნოტის წაკითხვა ვისწავლე აქ, როდესაც უკვე ჩამოვედი შტატებში და ეს იყო ფაქტიურად ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ეს საქართველოდან წავედი. ესეც მინდა აღვნიშნო, იმიტომ რომ როგორც აღვნიშნე, მან არავინ არ იცის. არავინ არ იცის ამის წაკითხვა და ვერავინ ვერ მასწავლიდა ამას. ამიტომ ერთ-ერთი მიზეზი მე რატომაც არა შტატებში ზოგადად წასვლა გადავწყვიტე, იყო ეს, რომ მესწავლა და ვისწავლე და კიდევ ამ თემას განვარცობ, თუმცა ვიტყვი უბრალოდ ამ თითას იმას, რომ ვისწავლე, მაგრამ ეს იმდენად რთულია. მინდა გითხრათ და იმდენად ნელი პროცესი გამომდინარე იქიდან რომ ვისწავლე ძალიან გვიან, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება დიდი პრაქტიკა და დრო, რომ ძალიან სწრაფად წაიკითხო ნოტი. და რაც არ უნდა სწრაფად წაიკითხო, ეს იმდენად როგორ ვთქვა, თვითონი ნაწარმოები, რასაც დავუშვათ, შეიძლება დღეს მე ვასრულებ, არის როგორ გითხრათ 30 გვერდიანი დავუშვათ, ხო? მე ეს 30 გვერდიანი ნაწარმოები უნდა ვისწავლო დავუშვათ ერთ კვირაში. აი ამას ბრაილის შრიფტით დაჭირდება ალბათ 2 თვე. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, კითხულობ ხელით, ხო? ანუ დაკავებული გაქვს ხელი. როდესაც კითხულობ ნოტს, ან ვინმე კარნახობს, შენ პარალელურად უკრავ. და როდესაც შენ კითხულობ, შენ ფაქტიურად ხელი აღარ გაქვს იმისათვის, რომ დაუკრა. ანუ ჯერ უნდა დაიმახსოვრო და შემდეგ გადაიტანო ეს ინსტრუმენტი. აი რატომ ამერიკა, რატომ იმ დროს ახლა 2000-იან 90-იან წლებში ეს ჯერ კიდევ არ იყო ეს დასავლეთი ესეთი ღია ჩვენთვის. ძირითადად რუსეთში მიდიოდნენ ხოლმე თუნდაც და საკმაოდ იშვიათობა არის, რომ იმ დროს ამერიკაში დაშვათ წასული ქართველი. აი როგორ გადაწყდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ანუ იქ ყავდათ, ქონიათ რამე კავშირი მანამდე შეერთებულ შტატებთან, თუ ყველაფერი ნულიდან დაიწყეთ, ასე ვთქვათ? პირველ რიგში ვიტყვი, რომ წავედი 2009 წელს, იმიტომ რომ დავამთავრე კონსერვატორია 2008-ში თბილისში. როგორც აღნიშნე, რადგან გვიან დავიწყე, ცოტა გვიან მოვიწია ყველაფერს კითხვა. თუმცა ჯერ კიდევ 2 წლის წინ ვიყავი სტუდენტი. აქედან გამომდინარე, უკვე შესაძლებელი იყო რაღაც ცდომები, მქონდა უკვე სხვა ქვეყნებთან და პირველად გადავწყვიტე მე წავსულიყავი ლონდონში. რატომღაც ჩავაბარე, მინდა გითხრათ, დიდი წარმატებით როიალ კოლეჯში, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მაშინ ჯერ კიდევ დაფინანსება ვერ მოვიპოვე საქართველოდან, ეს ძალიან დიდ თანხებთან იყო მოგრძენებათ იქ სწავლა და ცხოვრება დაკავშირებული, გამომდინარე აქედან ვერ შევძელი წასვლა და რატომღაც არ ვიცი რატომ გადავწყვიტე შემდეგ წელს, ანუ 2009-ში წავსულიყავ უკვე შტატებში და ჩამებარებინა, თუმცა ეს მინდა გითხრათ არ იყო მაშინ როგორ თქვა, ცოტა არასწორი გადაწყვეტილება იყო იმ გადმოსახედიდან, გამომდინარე იქიდან, რომ მე უკვე ჩაბარებული მქონდა ლონდონში და მენახებოდა ადგილი და დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში მე შემეძლო იქ წასვლა. თუმცა არ ვიცი რატომ გავაკეთე ეს, წამოვედი შტატებში და თუმცა ვიცი რატომაც გავაკეთე, იმიტომ რომ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იყო ბატონი საშა კორსანტია, ალექსანდრე კორსანტია. მე ჯერ გავაგზავნე, ასე ვთქვათ, საბუთები ნიუ-ინგლენდ კონსერვატორიაში და შემდეგ მოხდა უკვე ჩემი და ბატონი საშას დაკონტაქტება. მე მანამდე არ მქონია კონტაქტი, არ მიცნობდა პირადად ბატონი საშა და უკვე გადავწყვიტე, რომ ჩამოსულიყავი და ჩამეპარებინა გამოსვლა. თუმცა იდგა იგივე პრობლემა აბსოლუტურად. იყო დაფინანსების პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ მქონდა სკოლარშიპი, ანუ სტიპენდია მქონდა კონსერვატორიიდან, მაგალითად სტიპენდიის გარდა ამერიკაში ძალიან ბევრი რამ საჭირო იმისთვის, რომ იცხოვრო, ხო? და გამომდინარე აქედან ისევ ფინანსების პრობლემა იყო, თუმცა რაც მოხდა ისე, რომ მაშინ იყო ფონდი, პრეზიდენტის ფონდი, რომელმაც
დამაფინანსა, ასე ვთქვათ, დააფინანსა ჩემი სწავლა და ცხოვრება ამერიკაში და უკვე შევძელი აქ ჩამოსვლა და სწავლის გაგრძელება ბატონ საშასთან და აუცილებლობის პრეზიდენტის ფონდი იყო თუ საქართველოს? საქართველოს რა თქმა უნდა. სულ თავიდან დაიწყეთ, ხო? ანუ ნულიდან, ბაკალავრის საფეხურიდან ისევ. როგორ სწავლა ბაკალავრის საფეხურიდან დაიწყეთ, ხო? არა, რა თქმა უნდა, არა, მე გავაგრძელე აქ უკვე საშემსრულებლო განხრით, დავამთავრე უკვე, ასე ვთქვათ, პოსტმასტერი, graduate diploma გავიარე ნიუ-ინგლენდში, შემდეგ უკვე ბოსტონ კონსერვატორიაში გავაგრძელე performance დიპლომაზე და ასევე professional study certificate გავიარე ისევ ბოსტონ კონსერვატორიაში. ფაქტობრივად 5 წელი ვისწავლე მე აქ, ამერიკაში. და ასევე მინდა აღვნიშნო ბატონი საშა, მე აღვნიშნე რომ ერთ-ერთი მიზეზი იყო ბრაილის მუსიკალური ბრაილის შესწავლა, თუმცა ეს ხდებოდა კონსერვატორიის გარეთ. რა თქმა უნდა, არიან ინსტრუქტორები, თავდაპირველად დამახმარნენ თვითონ სტუდენტები, რომლებიც სწავლობდნენ და თვითონ იცოდნენ აქ ნოტის კითხვა. შემდეგ უკვე, ასე ვთქვათ, ცალკეულმა ინსტრუქტორებმა შემოსწავლეს კითხვა, დამეხმარა ბიბლიოთეკები, ასევე ფერქის სკული, რომელიც მიგზავნიდა საჭირო ლიტერატურას და ასე შემდეგ. და უცბად მინდა აღვნიშნო ასევე ბატონი საშა, რომ მართალია იყო ბრაილის შესწავლა ერთ-ერთი მიზეზი, თუმცა მე ვთვლი, რომ ეს იყო ყველაზე სწორი და კარგი გადადგმული ნაბიჯი ჩემ ცხოვრებაში, რომ მე აქ წამოვედი და ალბათ ეს უნდა მომხდარიყო და ამიტომაც ვერ წავედი მე ლონდონში, იმიტომ რომ მე ფაქტიურად მე შემიძლია თავმოთ თქვა ის, რასაც ქვია პიანისტი, ჩამოყალიბებული პიანისტი, მე ეს ყველაფერი უკვე მივხვდი, რომ ასე ვთქვათ, შევდექი როგორც პიანისტი უკვე ბატონი საშასთან გავლის, სწავლის შემდეგ. ალბათ სწორედ ამ შემთხვევამ გაგიჩინეთ სურვილი, როგორც ჩვენთვისაც ცნობილი გქონდათ სურვილი, რომ საქართველოში დაგებიჭდათ ბრაილის შრიფტით ნოტები, ხო ესეა? და დაახლოებით ალბათ 2 წლის წინ იყო, ხო რაღაც ფილარმონიაში გქონდათ კონცერტი. გვიანბათ მოდით ამის შესახებ. დავიწყოთ იქიდან, რომ წიგნი სახელმძღვანელო თვითონ ნოტის შესწავლასთან დაკავშირებით, ანუ ჩავთეთრი ნაბეჭდით და იგივე სახელმძღვანელო ბრაილის შრიფტითაც უკვე დაბეჭდილია დიდი ხანია. ეს მოხდა 2014-ში საპატრიარქოს ფონდის დახმარებით დააფინანსა ეს პროექტი და მადლობა კიდევ ერთხელ. ანუ ეს სახელმძღვანელო გულისხმობს იმას, რომ ამ სახელმძღვანელოთი მუსიკალური განათლება ვისაც აქვს, გულისხმობს მხედველ ადამიანებს, შეუძლიათ რომ შეასწავლონ მუსიკალური ბრაილით კითხვა, ასე ვთქვათ. უსინათლო მოზარდი იქნება ეს თუ არა აქვს მნიშვნელობა ასაკს. ანუ შეასწავლონ ეს ნოტის წერა კითხვა. ეს ფაქტიურად ცდომია ეს ამჟამად. ხელმისაწვდომია ეს არის საპატრიარქოს ფონდში. მე შევეცადე რომ მასალა ყოფილიყო სრულყოფილი, გამომდინარე იქიდან რომ განსხვავდება, ანუ თვითონ როგორ თქვა, ნოტი რა თქმა უნდა ერთია და ბევრი რამ ერთია, მაგრამ ძალიან ბევრი დეტალი აქვს, ძალიან ბევრი სიმბოლო, რაც განსხვავდება ერთმანეთისგან, დაუშვათ საფორტეპიანო და საგუნდო ნაწარმოები და ასე შემდეგ. მე მიუხედავად იმისა, რომ მქონდა საფორტეპიანოსთან შეხება და ჩემი საქმე ეს იყო, შევეცადე რომ სრულყოფილად, ანუ შევხებოდი, გავცნობოდი ლიტერატურას და სრულყოფილად ანუ შემედგინა ეს წიგნი სახელმძღვანელო, რომლითაც უკვე შეუძლიათ საქართველოში ანუ ისწავლონ წერა-კითხვა ბრაილის შრიფტით და წაიკითხონ ნებისმიერი სირთულის ნაწარმოები. აქედან გამომდინარე, შემდეგ უკვე მინდოდა რომ ეს ასე ვთქვათ, განვითარება ყოფილიყო ამ თემის, გულისხმობ იმას, რომ რაც არ უნდა წერა-კითხვა ისწავლოთ, თუ არ გაქვთ რაღაც სახელმძღვანელო, ნებისმიერი ეს დავუშვათ ლიტერატურა იქნება თუ რა, თუ მუსიკალური ნაწარმოები,
აზრი არ აქვს, ხო, წერა-კითხვის ცოდნას. აქედან გამომდინარე, რადგან ჩვენთან არ არის ხელმისაწვდომი ბიბლიოთეკებში, ანუ მუსიკალური ნაწარმოებები და ძალიან ბევრი რამ არ არის კიდე ხელმისაწვდომი, ამასაც ვიტყვი. გამომდინარე აქედან უკვე მინდოდა რომ ასე ვთქვათ, ამ კუთხით გვემუშავა რაღაცნაირად და აქედან გამომდინარე დავაარსე ფონდი, რომლის მიზანიც იყო ამასაც აღნიშნავ, რატომ ვამბობ ამას, არის ის, რომ ხელი შეუწყოთ, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ შეშმ პირებს. ანუ გულისხმობ იმას, რომ შევქმნათ პირობები იმისათვის, რომ თუნდაც არ დასჭირდეთ სადღაც სხვა ქვეყნებში წასვლა რაღაცის შესასწავლად ან რაღაცის გასაკეთებლად. გამომდინარე არპეჯიო საერთაშორისო ფონდზე, ხო? სავარაუდოდ ამაზეც რო გითხრათ, ანუ ამ ფონდის შესახებ, რა პროექტებს ახორციელებთ? ეს ფონდი ჩამოვაყალიბე და პირველ რიგში მინდოდა, ასე ვთქვათ, განვითარებულიყო ეს ანუ სახელმწიფოს თემა და შემოგვეტანა ნოტები, მუსიკალური ნოტები საქართველოში. მე ჩემი დიდი შრომის და ძალისხმევის მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან ბევრ ქვეყნებთან, რა თქმა უნდა, შტატებშიც, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასევე სხვა ქვეყნებთან მქონდა კონტაქტები. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მასალა, სხვადასხვა ელექტრონული ვერსიების, რომელიც ძალიან თავისუფლად შეიძლებოდა დაბეჭდილიყო საქართველოში და უკვე იმ სახელმწიფოსთან ერთად, რომელთაც შეიძლება დაუშვათ ბავშვმა თუ მოზარდმა ისწავლოს ნოტის წერა-კითხვა, ხელმისაწვდომი იქნებოდა უკვე შესაბამისად სხვადასხვა კლასის ბავშვებისთვის ნაწარმოებები, რომ დაბეჭდილიყო ეს, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი მასალა აქვს ფონდს, თუმცა ამისთვის საჭირო იყო გარკვეული პროგრამები, პრინტერი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ სამწუხაროდ დღეს, მიუხედავად იმისა, რომ იბეჭდება ბევრი რამ საქართველოში, ამ მუსიკალურ ნაწარმოებებს სჭირდება სხვა განსხვავებული, განსაკუთრებული პროგრამები, რომლებიც საქართველოში არ არსებობს და უბრალოდ არც იციან. თვითონ უშუალოდ ქართველ ანუ ბავშვებთან, ახალგაზრდებთან, რომლებსაც სწავლა უნდათ და მუსიკალური განხრით გაგრძელება, მათთან თუ გაქვთ შეხება და ასე ვთქვათ მენტორობას თუ უწევთ ან თუნდაც შეერთებულ შტატებში თუ გაქვთ იქაურ სინათლოთა სკოლებთან კონტაქტი და ან მოსწავლეები თუ ყავთ, ან თუნდაც ზოგადად ახალგაზრდებთან თუ გაქვთ რაიმე ურთიერთობა რაღაც ცოდნის და мотиваციის გადაცემის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ნამდვილად შეიძლება რომ ესეთი სერიოზული მაგალითი იყოთ სხვა თუნდაც უსინათლო ბავშვებისთვის, რომელსაც მუსიკა აინტერესებს. აი ნამდვილად თან კიდევ ერთ დავამატებ, დიანა ღორცკაიას აქვს რაღაც ღონისძიება, რომელიც საშუალებითაც საქართველოდან მიყავს სხვადასხვა სიმღერის კუთხით გულისხმობ. სხვადასხვა ბავშვები, ჩვენი სკოლიდან მოზარდები, მსგავს შემთხვევაზე თუ გიფიქრიათ თქვენ? რომ დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველოში სამწუხაროდ მე არ მაქვს ამ ბავშვებთან შეხება, რადგანაც არ ვიცი, შეიძლება უბრალოდ იმ პერიოდში, როცა მე საქართველოში ვიყავი, ჯერ არ იცოდნენ ალბათ ჩემი არსებობა და მე არ მისწავლე ამ სკოლაში და შესაბამისად არ მქონია ამ ბავშვებთან შეხება და თუმცა ვიცი, რომ რამდენიმე ბოლო წლებში მყავს მოსმენილი, ერთხელ საპატრიარქოში იყო რაღაც ღონისძიება და იქ შევხვდი ბავშვებს და არიან, რა თქმა უნდა, ნიჭიერი ბავშვები, რომლებიც ესე სწავლობენ მუსიკას და უნდათ კიდეც დარწმუნებული ვარ ამ საქმეს გააყენონ, როგორც ვიცი, კონსერვატორიაში ჩააბარა მაიკომ, თუმცა მე ადრე მყავს მოსმენილი ძალიან ნიჭიერი გოგო და მე დარწმუნებული ვარ, რომ აქვს მომავალი და მიაღწევს თავის მიზნებს, თუმცა მე როგორც ასე ვთქვათ, თუნდაც პედაგოგს, პროფესიონალს არ მქონია მათთან შეხება და რაღაც დაუშვათ იმის შანსი, რომ მე სწავლები, ანუ გადამეცა ჩემი ან ცოდნამ გამოცდილება, მაგრამ აქ მაქვს შეხება, იმიტომ გამომდინარე იქიდან, რომ აქ თითქმის ყველგან, ყველა კონსერვატორიაში, ყველა უნივერსიტეტში თუ არ აქვს მნიშვნელობა, სკოლა იქნება ეს მუსიკალური კოლეჯი, თითქმის ყველგან არიან, ალბათ იცით თქვენც
ასეთი ადამიანები, ყველანაირი ადამიანები, განსხვავებით საქართველოსგან. საქართველოში რატომღაც ეს ჯერ კიდევ პრობლემაა. თუმცა აქ მაქვს შეხება და მინდა ვთქვა, რომ ცოტა გული მწყდება და ცოტა ბრაზდები კიდეც იმაზე, რომ ძალიან კარგად და კომფორტულად გრძნობს ყველა თავს ნებისმიერ ადგილას, განსხვავებით საქართველოსგან. თუნდაც ჩემი მაგალითი ავიღოთ გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი სირთულეების გადალახვა მომიწია თუნდაც სწავლის პერიოდში მე საქართველოში. გამომდინარე იქიდან, როგორც აღნიშნე, არ იყო ამის პირობა, რომ მე რაღაც დამოუკიდებლად მესწავლა და მეკითხებინე. აქ საქართველოს ამერიკაში ყველანაირი აქვს ყველანაირი პირობა იმისა, რომ იყვნენ აირჩიონ ნებისმიერი პროფესია და ეს სირთულეს არ წარმოადგენს. კონსერვატორიაში შეეცეთ სწავლობდით, მაგალითად, უკვე შეერთებულ შტატებში და თქვენ თქვით, რომ ნაწარმოებს კარნახით სწავლობდით. იქ თუ ყავდათ ვინმე ასისტენტი, თუ ისევ ოჯახის წევრებზე იყო, ასე თქვა, თქვენი დახმარება, თუ კი უნივერსიტეტმა გამოგიღოთ უმაღლესმა სასწავლებელმა ამ შემთხვევაში და გარკვეული მხარდამჭერი და მხარდაჭერა. არა, ძირითადად მე დედა მეხმარებოდა, დედა იყო ძირითადად ჩემს გვერდით, თუ არა და ნუ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნოტი წამიკითხოს, ეს ისაც ნოტის წაკითხვა შეუძლია, თუმცა ძირითადად მაშინ დედა მეხმარება. ხო, და გამომდინარე იქიდან, რომ როგორც აღნიშნეთ, მიწევს ძალიან ხშირად ახალი ნაწარმოებების შესწავლა და მაქვს დიდი რეპერტუარი, მე უბრალოდ ამ ტემს ვერ გავყვები, რომ ვისწავლო ბრაილით. თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომ საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, შეგეძლოს ხო რაღაც დამოუკიდებლად ნოტის წაკითხვა და ყველაფერი როცა დავუშვათ არ ყავს ვიღაცა გვერდით. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამას მე ვიყენებ, როცა მჭირდება. თუმცა სისტემატურად მე უბრალოდ ჩემი რეჟიმიდან და გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დიდი რეპერტუარი მაქვს, მე მაინც ვცდილობ რომ კარნახით ისევ იმ მეთოდით გავაგრძელო, ასე ვთქვათ, სწავლა. თქვენ თამარ მოსწავლეებიც ყავთ, თუ ეწევით რამე გარკვეულ პედაგოგიურ საქმიანობას, თუ დავუშვათ რომელიმე უსინათოთა სკოლასთან თუ თანამშრომლობთ შეერთებულ შტატებში, თუ მხოლოდ როგორც შემსრულებელი პიანისტი ისე მოღვაწეობთ? ოფიციალურად ვარ staff faculty Boston კონსერვატორიაში, რომელიც მე დავამთავრე, ანუ მუშაობ ძირითადად სიმებიანებთან და ჩასაბერებთან, ასევე მყავს მოსწავლეები, ყველა ასაკის სხვათა შორის, ანუ მყავს კერძო მოსწავლეებიც. მუშაობ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩემ თავზე როგორც შემსრულებელი, მე პირველ რიგში ვცდილობ და მაინც შემსრულებელი ვარ. ჩემი მიზანი იყო და არის, რომ ვიყო მომქმედი პიანისტი და დანარჩენი შემდეგ, თუმცა მოგეხსენებათ, ცხოვრება მოითხოვს, ასე ვთქვათ, რომ აკეთო რაღაც სხვაც და თუნდაც ასწავლო. აქედან გამომდინარე, მე მაინც ვცდილობ რა ძირითადად ვიმუშაო ჩემ თავზე, როგორც შემსრულებელზე და პირველ რიგში ჩემი მიზანია, რომ ვიდგე სცენაზე და უკვე იგეგმება, რა თქმა უნდა, კონცერტები 2017 წლისთვის. ჩემი მენეჯერები მუშაობენ უკვე ამაზე და ასევე ვაპირებას საკმაოდ სერიოზული პროექტი მაქვს და იმედია, რომ აუცილებლად გამოვა ეს. მინდა რომ ჩავწერო ასე ვთქვათ, სკრებინის სონატების ციკლი, ანუ მიკრო 10-ვე სონატას და მინდა რომ ეს აუცილებლად მოხდეს ამის ჩანაწერი და მე აღნიშნე სერიოზული, იმიტომ რომ ამას ძალიან ცოტა პიანისტი უკრავს მსოფლიოში 10-ვე სონატას და მე ძალიან ასე ვთქვათ, ვამაყობ ამით, რომ მე შევძელი და ჯერ შევისწავლე 10-ვე სონატა და შემდეგ შევასრულე და იმედი მაქვს, რომ ეს ჩანაწერიც გაკეთდება მის და დარჩება. ამ ჩანაწერის გაკეთებაში ვინმე ადამიანის დახმარება გჭირდება თუ პირადად თქვენი ხარჯებით ახერხებთ ამის გაკეთებას? ასე ვთქვათ, ჩანწერ სტუდიებთან და ამასაც უკვე ჩემი სააგენტო გააკეთებს თვითონ. ეცემა ახსენეთ თქვენ, რომ მოსწავლეები და პედაგოგად მუშაობთ. ესეც ხო გარკვეულ რაღაც პრობლემებთან არის დაკავშირებული. როგორ ახერხებთ აი ამ პრობლემების გადალახვას? იცით რა არის, კი პრობლემებთან არის დაკავშირებული, ვცდილობ რომ ანუ ბავშვს თუ ჭირდება
პატარა ასაკიდან მოგეხსენებათ, რომ სწავლობენ ნოტის კითხვას, ხო? ვცდილობ, რომ მე ასეთი ასაკის ბავშვებთან ნაკლებად მქონდეს კონტაქტი, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ შემიძლია ვასწავლო ნოტის კითხვა, მაინც იქ რაღაცა გარკვეული პრობლემები იქნება მოგეხსენებათ. თქვენ გყავთ როგორც სინათლო, ისე მხედველი მოსწავლეებიც, ხომ, რომ დავაზუსტოთ? სწავლებს გულისხმობ, თორე ბრაილის შრიფტით რა თქმა უნდა შემიძლია რომ ნოტის კითხვა ვასწავლო, თუმცა მხედველ ბავშვებთან უფრო ნაკლებად ვინც იცის ნოტის კითხვა, მე ძირითადად უკვე იმათთან მაქვს კონტაქტი, იმიტომ რომ ნოტის კითხვა თუ შეუძლია ბავშვს, იქ უკვე ჩემთვის პრობლემა არაფერი არ არის, იმიტომ რომ მე აბსოლუტურად შეცდომა იქნება ეს თუ რა და თუ რამე არასწორი ნოტია იქ, სადაც მე ამ ყველაფერს ხვდები და ვიცი. აქედან გამომდინარე, თუ იცის ბავშვმა ნოტის კითხვა, ეს არ არის პრობლემა და თუ არ იცის, ცოტა სირთულეები იქნება, რა თქმა უნდა. თქვენ როგორც ძირითადად სოლო ნომრებზე მუშაობთ და თქვენი აზრი გვაინტერესებს, რომ მაყურებელსაც გაუზიაროთ, რამდენად შესაძლებელია უსინათლო პიანისტისთვის ან ზოგადად მუსიკოსისთვის, რომ ორკესტრთან ითანამშრომლოს და ორკესტრთან თანამშრომლობით რომ იმუშაოს? არა, თუ შემსრულებელი ხარ და სოლოს, პიანისტობა არ გულისხმობს დაუშვათ იმას, რომ არ უკრავ მარტო სოლო, ასე ვთქვათ, მარტო ნაწარმოებებს. რა თქმა უნდა, მე დამიკრავს და ვუკრავ და ძალიან დიდი ბევრი კონცერტია ჩემ რეპერტუარში, ორკესტრთან ერთად. ასევე ანსამბლი. მე აღვნიშნე, რომ მე ვმუშაობ სიმებიანებთან. ეს გულისხმობს იმას, რომ მე ვუკრავ სიმებიან საკრავებთან ერთად. და სხვათა შორის მე ძალიან მიყვარს კამერული მუსიკა და ძალიან კარგად გრძნობ თავს, როდესაც უკრავ ანსამბლში, გულისხმობ უშუალოდ ჩასაბერთან, ან სიმებიანთან, ან კვარტეტთან, ან ასე შემდეგ. მით უმეტეს ორკესტრთან. ეს არის დირიჟორს როგორ უწყობთ, როგორ ხდება ამ ყველაფრის შეწყობა? ძალიან მარტივი რაღაცაა, თუ მუსიკა გესმის და გრძნობ და ასე შემდეგ, ეს არის ძალიან ისეთი როგორ გითხრათ, ძალიან მარტივი, იმიტომ რომ როგორც დაუშვათ მესმის ჩემი თავის, ასევე მესმის სხვისი ამ შემთხვევაში. ასევე გრძნობა თქმა უნდა. მოდით ჩვენ დროს სამწუხაროდ კიდევ იწურება და გითხარით თქვენი მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ, მნიშვნელოვანი კონცერტები რა გქონიათ აქამდე და რა იგეგმება? ახლა წეგან აღნიშნეთ ჩაწერა, მაგრამ კიდევ თუ გაქვთ თვითონ კონცერტთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გეგმები? საერთოდ ჩემთვის ყველა კონცერტი მნიშვნელოვანია, მინდა ვთქვა და დადიხართ ძირითადად გასტროლებზე ამაზეც როგორ? იცით რა არის, ძირითადად ხა მე აღვნიშნე, რომ დავამთავრე 2 წლის წინ, ჯერ კიდევ ვიყავი სტუდენტი. გამომდინარე აქედან სტუდენტის რეჟიმი ცოტა სხვა არის და უფრო მე მქონდა, რა თქმა უნდა, კონცერტები აქაც სხვა ქვეყნებშიც, კონკურსები, რაღაც ფესტივალები დაუშვათ იგივე ადგილობრივი კონკურსები, სადაც დაუშვათ უნდა გაიმარჯვო და დაუკრა შემდეგ რაღაც კონცერტზე და ასე შემდეგ მასტერკლასები და უამრავი რამ. თუმცა ეს ყველაფერი მაინც ხდებოდა ასე ვთქვათ, სტუდენტური ცხოვრების დროს. და სტუდენტობა კიდე ცოტა სხვა არის და სტუდენტი როცა ხარ, კიდე ცოტა სხვანაირად ხდება ეს ყველაფერი. ეხლა უკვე მე მყავს აგენტი, მენეჯერები, მაქვს მენეჯმენტი გერმანიაში და აქაც შტატებში და უკვე იგეგმება კონცერტები 2017 წლის. ერთ რომელიმე დაწესებულებასთან არ ხართ ხო მიმაგრებული? თქვენ დამოუკიდებლად ახორციელებთ სხვადასხვა ასე ვთქვათ თეატრებთან ურთიერთობას, ხო? იმიტომ რომ დამოუკიდებლად ეს ფაქტორად შეუძლებელია, თუ კი, რა თქმა უნდა, თუ ვინმე ესე კერძოდ ვიღაცას უნდა, ვიღაცა მიგიწვევს დაუშვათ რაღაც გარკვეულ კონცერტზე, ფესტივალზე შეასრულო რამე, ეს კი, მაგრამ ძირითადად ეს მაინც ხდება სააგენტოების საშუალებით, ასე ვთქვათ, სააგენტოების, რომლებიც მუშაობენ, რომლებიც არიან ფაქტობრივად შუამავლები შენსა და იმ თეატრებს და დარბაზებს შორის, სადაც დაუშვათ უნდა გამართო კონცერტები. აქედან გამომდინარე, საბედნიეროდ მე ეს უკვე მაქვს და უკვე იგეგმება კონცერტები, თუმცა ჯერ სამწუხაროდ კონკრეტული დღეები, რიცხვები და ადგილები არ ვიცი, თუმცა იმედი მაქვს, რომ ყველაფერი იგეგმებთ ახლა მომავალში ჩამოსვლას.
საქართველოში საქართველოში გამდინარე იქიდან რომ მაქვს ასე ვთქვათ მუდმივად საქმე მუშაობ და ასე შემდეგ ალბათ ზაფხულამდე ვერ ჩამოვალ ასე ჩამოდივარ ყოველთვის წელიწადში ერთხელ ფაქტიურად აღნიშნე რომ სამწუხაროდ ჩვენ დრო იწურება მოდით ძალიან გთხოვთ მიმართეთ იმ ახალგაზრდებს იმ მომავალ პიანისტებს საქართველოში ვინც აპირებს მოღვაწეობას ამ კუთხით იმ ბავშვებს ანუ როგორ გაუმკლავდნენ იმ პრობლემებს რაც მათ წინაშე იქნება და უსურვეთ თქვენ მხედა რაიმე თუ გაქვთ ამის სურვილი პირველ რიგში ვიტყოდი რომ ძალიან მინდა რომ ეს რაღაცნაირად ეს მოიხსნას რომ რაღაცა სირთულეებზე ვლაპარაკობთ ამ შემთხვევაში. არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის იქნება. მე ვთვლი რომ არანაირი სირთულე არ არის და არ იქნება თუ ელემენტარულად ადამიანს რაღაცის კეთება შეგიძლია და ელემენტარული პირობა გაქვს. სამწუხაროდ დღეს მე ვიცი რომ ჯერ კიდევ არ არის რა თქმა უნდა სათანადო პირობები და თუნდაც ჩვენ ვილაპარაკეთ ამაზე და მე აქ მაგიტომ ვარ ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის და გარკვეულწილად რაღაც სირთულებთან არის მათ დაკავშირებული საქართველოში თუნდაც მიაღწიო რამეს იგივე გახდა პიანისტი მაგრამ მე ესე ვიტყოდი რა რომ თუ ადამიანს დაუშვათ შესაძლებლობა გაქვს ნიჭი გაქვს სურვილი გაქვს და შრომა არ გეზარება არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ხედავ არ ხედავ და ასე შემდეგ საერთოდ მე ვიტყოდი რომ ძალიან მინდა რომ რაღაცნაირად ყველამ გაითავისოს ის და გააცნობიეროს რომ არ არსებობს ადამიანი მოდი ესე ვთქვათ და ეს სიმართლეა რომ არ არსებობს ადამიანი რომელიც არ არის გარკვეულწილად შეზღუდული არანაირი ადამიანი იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანი რომელსაც ყველაფერი შეუძლია ამიტომ მე ვიტყოდი რომ არ აქვს მნიშვნელობა მხედველობის პრობლემა გაქვს თუ რისი პრობლემა გაქვს აბსოლუტურად ყველას თუ შეუძლია ერთნაირად ან ერთმანეთზე უკეთესად ან უარესად იმიტომ რომ მე პირადად ვთვლი რომ თუნდაც ჩემ საქმეში და თუნდაც სხვა რამში ძალიან ბევრ რამეს ბევრ მხედველ ადამიანზე კარგად ვაკეთებ ამას ვამბობ თამამად და მე არ ვთვლი რომ რაღაცა დაუშვათ მე არ შემიძლია და მხედველ ადამიანს იმიტომ შეუძლია რომ ხედავს არა ამიტომ მე ყოველს მივმართავდი და ვიტყოდი რომ პრობლემა რომ მხედველობის აქვს და ამიტომ რამეზე უკან დახევა ან არ გაკეთება ან ვერ გაკეთება ან შიში ეს არის რაღაცა აბსურდი მე ესე ვფიქრობ ამიტომ იმაზე რომ იცით ნუ გეშინია ეს უნდა გააკეთო უნდა გამოხვიდე გარეთ და რაღაც კონკურსში და იმაში მიიღო მონაწილეობა ამაზე მე მგონი ლაპარაკიც არ უნდა იყოს მე ესე ვფიქრობ ამიტომ კარგით თამარ ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ წინა შემთხვევის გულიზე თქვენ ყოფილიყავით ჩვენს წინა გადაცემაში ეთერში მაგრამ სამწუხაროდ ტექნიკური ხარვეზების გამო ვერ მოახერხეთ ეთერში გამოსვლა დიდი მადლობა ჩვენს დღევანდელ ეთერში მონაწილეობისთვის და წარმატებები თქვენ ყველანაირ პროექტებში მაყურებელს ვეთყვი რომ თამარის უამრავი ვიდეო არსებობს YouTube-ზე სადაც შეგიძლიათ ის უკეთ გაიცნოთ ის მისი ცალკე მარტო პროფესიონალი კუთხით კი არა ის შეგიძლიათ ადამიანური კუთხითაც გაიცნოთ ის როგორ მოღვაწეობს სამცხოვრებაში ეს მას კი მოდი მაყურებელს დამშვიდობთ ხო ალბათ ჩვენ კი დღეს ორი კვირით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის